დავიწყოთ. მოგესალმებით ძვირფასო კოლეგებო, ფორუმი არის და შესაბამისად სხდომას გახსნილად ვაცხადებ. კომიტეტის დღის წესრიგით წარმოდგენილი არის ორი საკითხი. პირველი გახლავთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები. საჯარო სამსახურის შესახებ, საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ, საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ ინიციატივა. ასევე მოხსენებლების საკითხთან დაკავშირებით გახლავთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ბატონი დავით გაბოიძე. მოგესალმებით ბატონო დავით. მადლობა მობრძანებისთვის. ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბატონი მინდია დიასამიძე. მოგესალმებით ბატონო მინდია. ასევე მეორე საკითხი გახლავთ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 59 მუხლის შესაბამისად საკონსულტაციო საბჭოს შექმნა. ამასთან დაკავშირებით მე მოგახსენებთ მოგვიანებით. პირველ საკითხთან დაკავშირებით გთხოვთ. მოგესალმებით ბატონო სხდომის თავმჯდომარე, მიგესალმებით პარლამენტის წევრებს. საქართველოს კონსტიტუციის 55 მუხლით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსათვის მონიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში წარმოგიდგენთ საკანონმდებლო ინიციატივა საკანონმდებლო პაკეტის სახით, რომელიც თავის თავში მოიცავს სამ კანონ პროექტს: საჯარო სამსახურის შესახებ, საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ, საჯარო სამსახურში შრომის ანაზღაურების შესახებ, კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ. მოგეხსენებათ, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ კანონში განხორციელებული ცვლილების თანახმად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო რეორგანიზებული იქნა და გაიყო ორ სამინისტროდ, განათლებისა და სპორტის სამინისტროს და კულტურის სამინისტროს. შესაბამისად ამ გაყოფამ ბუნებრივია გამოიწვია საქართველოს რიგ საკანონმდებლო აქტებში ცვლილების განხორციელების აუცილებლობა და შესაბამისად საკანონმდებლო ინიციატივით და საკანონმდებლო პაკეტით წარმოდგენილია სწორედ იმ კანონში ცვლილები, რომელიც ამ რეორგანიზაციის შემდგომ მისი განხორციელების საჭიროებას დადგა. შესაბამისად სამივე კანონ პროექტთან დაკავშირებით მოგახსენებთ ცალკე, რაც შეეხება საჯარო სამსახურის შესახებ კანონს, საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ექვე პუნქტში და საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მესამე პუნქტის საჭიროებს ცვლილებას, ვინაიდან ხსენებულ კანონებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროს დასახელებაში მოცემულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და შესაბამისად უნდა დარჩეს მოქმედი სახელწოდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტრო. რაც შეეხება თვითონ ნორმის შინაარსი ორივე შემთხვევაში დაკავშირებულია განათლების სამინისტროს რესურს ცენტრის დასახელებასთან. თუ რესურს ცენტრი მოხსენიებულია როგორც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რესურს ცენტრი, უნდა იყოს მოხსენიებული როგორც განათლებისა და სპორტის სამინისტროს რესურს ცენტრი. რაც შეეხება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად ძეგლთან დაკავშირებულ სამართალდარღვევებზე 4 ადგენს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო, რომელიც სიპის სახით ფუნქციონირებს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში. ეს სამინისტროს დაქვემდებარებაში იმყოფება ეს სიპი. ამ სამინისტროს ადრე ერქვა, როგორც უკვე აღინიშნა, განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, მაგრამ გაყოფის შემდგომ მისი, ასე ვთქვათ, იგი დაქვემდებარებაში გადადის უკვე კულტურის სამინისტროსთან. შესაბამისად სამართალდარღვევათა კოდექსში რჩება იმდაგვარად ცვლილება, რომ ეს კონკრეტული სიპი საჯარო სამართლის იურიდიული პირი მოხსენიებული იყოს როგორც კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც უფლებამოსილი არის რიგ სახის სამართალდარღვევებზე შეადგინოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა უქმი. ეს არის პრინციპში ძირითადი ცვლილება, შინაარსი ცვლილების კანონ პროექტთან დაკავშირებით არსებობს იურიდიული დეპარტამენტის და საბიუჯეტო ოფისის დასკვნა. შესაბამისად ვფიქრობთ, რომ ამ კანონ პროექტის კომიტეტის დომაზე მიღების წინაპირობები არსებობს. თუ კი არსებობს კითხვები, ბუნებრივია სადვარ გიპასუხოთ. მადლობა ბატონო დავით. ბატონო მინდია, თქვენ ხომ არ გსურთ რამის დამატება? კარგით, მადლობა. კითხვები ხო არ არის საკითხთან დაკავშირებით ან შენიშვნები? თუ არ არის, მაშინ შეგვიძლია რომ წარმოდგენილ საკითხს უყაროთ გენჯი. დიდი მადლობა. გადაწყვეტილება მიღებულია. რაც შეეხება კომიტეტის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეორე საკითხს, გახლავთ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 59 მუხლის შესაბამისად საკონსულტაციო საბჭოს შექმნა, რომელიც გახლავთ შემდეგი შემადგენლობით.
საკონსულტაციო საბჭოს წევრები განისაზღვრა შემდეგნაირად. საჯარო სამართლის იურიდიული პირის თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი ბატონი გიორგი ვაჩნაძე, საჯარო სამართლის იურიდიული პირის თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორი ბატონი ყარამან ქუთათელაძე, საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ბატონი გიორგი შალუდაშვილი, აზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორი ბატონი გიორგი დონაძე, საქართველოს სახელმწიფო კამერული გუნდის სამხატვრო ხელმძღვანელი ჩიკი ჯანგულაშვილი, აკადემიკოსი ვალერია ასათიანი, ისტორიკოსი ეთნოლოგი პროფესორი ქალბატონი როზეტა გუჯაჯიანი, ისტორიკოსი ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ბატონი გიორგი კალანდია, ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დირექტორი ბატონი გიორგი სიხარულიძე, მწერალთა კავშირის თავმჯდომარე ქალბატონი მაყვალა გონაშვილი, მწერალთა სახლის დირექტორი ქალბატონი ქეთევან დუმბაძე, გორის გიორგი ერისთავის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დირექტორი ბატონი ნიკოლოზ შველიძე, ქალაქ თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის დირექტორი ბატონი ბადრი მაისურაძე, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ-მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის დირექტორი ბატონი დიმიტრი ღვთისიაშვილი, ხელოვნებაცოდნე ქალბატონი ქეთევან აბაშიძე. თქვენ როგორც ხედავთ, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, რომლებიც არიან, ასე ვთქვათ, მთავარ როლს თამაშობენ ჩვენი კულტურის და ხელოვნების განვითარების მიმართულებით კონსერვატორია, სამხატვრო აკადემია და ასევე თეატრალური უნივერსიტეტი, ჩვენ გვაქვს მათთან თანამშრომლობის სურვილი, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენთვის, ჩვენი ხელისუფლებისთვის უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს განათლებაზე ზრუნვა და თვისობრივად გარდაქმნა. შესაბამისად, ამ მიმართულებით ჩვენ მიგვაჩნია, რომ კულტურის კომიტეტმა აქტიურად უნდა ითანამშრომლოს ამ დაწესებულებებთან, ამ ინსტიტუტებთან და შესაბამისად ჩვენ მზად ვართ, ღია ვართ ამ თანამშრომლობისთვის და ამ ურთიერთობისთვის. ჩვენ საბჭოს შექმნამდეც მჭიდრო კონსულტაცია ჰქონდა ამ საკითხთან დაკავშირებით, გვაქვს ძალიან აქტიური ურთიერთობა, აზრთა გასვლა-გამოცვლა და ვფიქრობ, რომ კომიტეტის ფორმატში, საკონსულტაციო საბჭოს ფორმატში ეს ურთიერთობები კიდევ უფრო მეტად განვითარდება. წარმოდგენილ საბჭოს შემადგენლობას და დებულებას გთხოვთ, რომ უყაროთ გენჯი. დიდი მადლობა, გადაწყვეტილება მიღებულია, თუ კითხვები არ არის, შენიშვნები არ არის, გამოსვლები თუ არ გსურთ, შეგვიძლია რომ სტომა დახურულად გამოვაცხადოთ. დიდი მადლობა.